მაყურებლის როლში აქ არ იქნებით. აქ იქნებით ჩვეულებრივი მონაწილე, როგორც ბატონი დავითი. აი ეს. ეს არის კაი ხორცი. უბრალოდ ნაწილ-ნაწილ დაიშალა, ეს არ გვინდა. აი 1 2 3 4 5 ნაწილი გვაქვს. ეხლა ბატონო დავით. საჭმელზე გამახსენდა, აი სულ მაინტერესებს. აი შაურმა სხვა ესე ხორცს ჩამოწვა. როგორაც მე როგორი აი ესე ჭრიან ხორცს. რაღაც გოლზე ასმევენ და მე არა. ტყლად აჭრიან, გამიგე და ის ხო არ ეგეთი შამფური. ჩამოწეს მარტო აქეთ ამხარე. მერე მეორე ნაჭერი ჩამოწეს აქეთ ამხარე. და ესე მოყვებიან რა, მიგე რო შეხედავ გონიერ ერთი მთელი სინამდვილეში ესეთი ნაჭერი. მაგრამ მე ერთხელ ნახე რაღაც ესეთი ჯოხი იყო და ჩამოცმული ქონდა ხორცი და მიქონდა. ან სად მიქონდა ეგ ხორცი? არა, ეხლა მე ნამდვილად არ ვიცი, შენ რა ნახე. მაგრამ ყველა ვარიანტში ამას მე აი ეს ნიოს უზამ, ეს არის საქონლის ხორცი. დავავალ ცოტა პაპრიკას. ესე შავი პილპილი, ბევრი არ უნდა, ორი მხრიდან. მარილს დავავალ და საკვირველია ესე. შევამზადებ რა. ეს იქნება ბატონო დავით საჭმელი ყუმბარა. ყუმბარა? მოდი ეგრე დავარქოთ რა. კულინარიული ყუმბარა. სადაური ის არის ქვია. ქართული კულინარიული ყუმბარა. ამა ჯარში ვაკეთებდით ხოლმე, როცა რამე უპატრონო ძაღლს დავიჭედით და დავკლავდით, იმიტომ რომ ისეთი გაჭირობა იყო შვილო, საჭმელი არ იყო. ძაღლზე ხუმრობენ ძაღლებს. ძაღლი ჭამი არ გამისაკნათ. ოდა მე ეგრევე დაგარქმევი ჩინელს. რა გინდა ჩინელებზე? ძაღლებს ჭამენ. რატო კორელებიც აჭამენ ძაღლს? მაშინ კორეა. იცი რა არის, ძაღლი არის გონიერი ასება.